გუნდის წინაშე წარდგება 8 მონაწილე ერთად. ასევე ერთად გავიგოთ თუ ვინ გენარი. მე ვარ ჯაჯო. გია ჯაჯანიძე. აი ეს არის ჩემი მოღვაწეობის ისტორიაში მეორე გამოცნობილი პერსონაჟი. ეს არის ნაღდი. ჩემი ჯაჯო, სამენანა რო გაუში. არ მინდოდა პროექტის დატოვება და ტატიშვილმა როგორ მიცნო. რა იყო ეს? არასოდეს აღარ ვიმაინე. იტი რა იცი? იტი რა მართლა გამოვიცანი და რა ვქნა არ მეთქვა? რაც ეს პროექტია მის მერე სულ მეუბნებიან ამ თოჯინაში ზიხარ და ისე მინდოდა რომ ვამბობდი ნუ მეკითხებით ვერ გეტყვით ტყუილა. აბა მოძრაობა. და ერთ დღესაც დამიძახეს. ვაიმე ქალი მგონია. მართლა? ნალუს პირველი გამოჩენა იყო, ნუ აი მართლაც რაღაც განსაკუთრებული. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროექტი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ემახსოვრება. გილა. რთული იყო, პირობა იყო ის, რომ აი ყველა მეუბნებოდა, რომ არ გიცნონ, შენი თავი დაკარგე. ახლა 63 წელი როგორც ვიქნებ ხელფეხს, როგორ დავკარგო? ადვილი რა იყო სიმღერა, ეხლა არ მითხრა. ანრი ჯოხაძე მითხრა, თურმე შენ სასწაულად მღერიო. შენს დაიჯერე. მე ხო ყველაფერი მიჯერა. გია ჯაჯანიძე, რომელსაც დამეთანხმება ახლა ჩვენი მაყურებელი, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველა ველოდებოდით, რომ ერთ დღეს რომელიღაც კოსმოსში შეძრებოდა, რა ვერ შეეტეოდა თუ რა. და როგორც შეეტია, ისე გამოეტია იქიდან. ეს ნალუ რატო ქვია? მაიმუნი რო არ გერქოს მაგიხო. მე რქოს რას დავეძებ? გავდა თავის რეალურ გმირს ჯაჯოს, იმიტომ რომ ჯაჯოც არის ყოველთვის განსხვავებული, როგორც შაცმულობით, ასე ხას, აი რაღაცა სხვა ენერგეტიკა აქვს. შეიძლებოდა გამოცნობა და ოთარმა მოახერხა და ლიდერობს და წინააღმდა ოთარ ტატიშვილი. ვის გულშემატკივრობდა ფარშევანგი მომწონს და ლაზიერი მომწონს. არა, ყველა მომწონს. და ყველას გულშემატკივარი ვარ და თამაშია ყველაფერი არ დავეძებ, ყველა ერთად გაიმარჯვოთ. დუეტები რო გველოდება, ამის შესახებ რა თქმა უნდა ვიცი. ძალიან მაინტერესებს ანუ წინა სეზონებიდან ვინ შეარჩიეს. გამოსაცნობად მგონია, რომ ძალიან რთული იქნება, თუმცა რომ რაღაც საკონცერტო ელფერს შეიძენს მგონია ეს ტური, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ დეტექტივებისთვის რთული იქნება ძალიან. ორმაგისტრი რთულია ხოლმე ჟიურისთვის, როგორც წესი, ისედაც ვერ ვარჩევთ ხმას და ვერაფერს და ამ შემთხვევაში უკვე გაორებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ დუეტების ტურს აღვიქვამ როგორც ძალიან კარგ სანახაობას და შოუს, კონცერტს. აქაც უნდა ვისიამოვნო და არ მაინტერესებს ვინ არის ხალხო. მაცადეთ მივიღო ამ არაჩვეულებრივი შოუსგან ნამდვილი სიამოვნება და გავერთო.
cares what they see? Who cares what they know? Your first name is free, last name is dumb. But you still believe in where we're from. Man's right flower, it's in every living thing. Mind, use your power. Spirit, use your wings. Freedom, freedom, freedom. Hold on to me, don't let me go. Cheetahs need to eat, run antelope. Your first name is king, last name is dumb. 'Cause you still believe in everyone. When the baby first breathes, when night sees sunrise, when the whale has to sea, when man recognizes freedom, freedom, breathe in. We are from heat, the electric one. There's a shock you see. He left us the sun. Atoms in the air, organisms in the sea. Sun and yes man are made of the same things. Freedom, freedom, freedom. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ტელეიმედის ეთერიდან. დღეს ორშაბათია და იმას ნიშნავს, რომ მეგა შოუ ვინ არის დუეტების ტური ბრუნდება. როგორც ვიცით, დუეტების ტური რჩეულთა ხვედრია და დღეს ჩვენი შესანიშნავი შვიდეული სცენაზე მოგვევლინება წინა სეზონების მარგალიტებთან ერთად. ჩვენი დეტექტივები კი თქვენთან მაყურებლებთან ერთად შეეცდებიან დუეტში გამოიცნონ თუ ვინ არის. ახლა კი მოკლე ანონსი თუ რა გველოდება დღეს. დღეს მეოთხე ეპიზოდში ჩვენ გვყავს 7 დუეტი. შესაბამისად პროექტში დარჩენილი 7 მონაწილე. მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ფარული კენჭისყრით აირჩევს თავის საკუთარ 5 ფავორიტ გმირს, ხოლო დარჩენილ 2 აუტსაიდერს შორის კი ჩვენი დეტექტივები გადაწყვეტენ თუ ვის ჩამოხსნა ნიღაბი და დეტექტივებს მოგესალმებით. ყველას გვიყვარს დუეტების ტური, რადგან ამ სცენაზე 2 გმირს ერთად ვიხილავთ. და ძვირფასო დეტექტივებო, რომელ გმირს ისურვებდით დღეს? ყველა მოგვენატრა, შესაბამისად ნებისმიერი ხილვა გაგვიხარდება. ღრუბელი გენიალური თამარ გვერწითელის თამარ გვერწითელი, რომელსაც შენ ვერინელებ დღემდე რომ ვერ ვერინელებ ამ პროექტში ყველაზე დიდი დაცემა. ხო, ნამდვილად, აი ვისურვებდი დიდებულ ღრუბელს. ქალბატონი თამარიც ჩვენთან ერთად არის. მართლა? მივესალმოთ. და მე მგონი შენ აგისრულდა სურვილი. დარბაზშია ქალბატონი თამარ გვერწითელი. მივესალმოთ. გვიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. დეტექტივო მანიკა, განსაკუთრებით საყვარელი ტურია დუეტების ტური. სადაც მესმის მონაწილეობა მიღებული ეს დროს. არა, დღეს არა, დღეს ისე არა. დღეს უფას კუნჯოც დავრჩი? დღეს მხოლოდ დეტექტივის როლი მაქვს მორგებული. ანუ კუნჯის ბულბული ვნახეთ, გაშლილი ველადა. დატკბი გვერდით ხავს, ასე კი ბატონო. არა, მე მინდა რომ ფასკუნჯმა იმღეროს. სხვა დროს იყოს. არა, ჩვენ ითირისით თქმა მინდა ჩვენთვის რთულდება. აუცილებლად იმღერებს, აუცილებლად. რთულდება ამბავი, იმიტომ რომ
რომ ისედაც ძლივს ვარჩევთ ვინ არის კი არა და საერთოდ ვერ ვარჩევთ ამ შემთხვევაში ორ ხმას შორის კიდევ უფრო გაგვიჭირდება მაგრამ იმდენად მიყვარს ეს დუეტების ტური რომ მოლოდინი მაქვს რომ ძალიან ვისიამოვნებთ ანუ მაინც არასახელებ ვისი ნახვა გინდა დღეს ყველას ნახვა მინდა ერთს არ გამავყავ კარგი მიღებულია დეტექტივო ლიზა მე სხვათა შორის ჩემი რაღაცა პირველი სიყვარული მაინც იმიტომ რომ პირველი სეზონი იყო ბეჰე რომელსაც ვინატრებდი მაგრამ წინა სეზონიდან ჩემთვის განსაკუთრებული იყო მედუზა რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს ვეშლებოდით ერთმანეთში ჩემთვისაც ვეშლებოდით ერთმანეთში და მთელი საქართველო მირეკავდა რომ ნუ თქვი ეხლა აღიარე ხო შენახარ და ეს აღმოჩნდა თიკა ჯამბურია რაც თავარია მინიშნებებიც კი ერთნაირი მქონდა ორივეს ბალერინობა გვინდოდა ორ პატარა ფუთქუშა ბავშვს გვინდოდა ბალერინობა და შენც აგისრულდა ეგ სურვილი იმიტომ რომ თიკა ჯამბურია დარბაზში ყავს ჩვენი განმეორებელი მედუზა და ნახოთ ვისთან ერთად იქნება დღეს დუეტში სხვათა შორის მაკამ სანამ ოთარზე გადახვალ ესე იგი ლიზამ რო გამოტოვა წინა სეზონი მას ასე ვთქვათ დავrkit ასეთი ის მოვგონეთ შემოდგომო გამოყვა მას და მას ბევრი აქვს ჩასაბარებელი, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ წელს ლიზასგან მოითხოვების, რომ ყველაზე მეტი პერსონაჟი ამოიცნოს. სხვა შემთხვევაში ისევ ჩარჩება კლასში. თუ ორმოში თუ როგორ იძახი ხოლმე? საორკესტრო ორმოში. ორმოში გადამაგდებს ეგრევე. ლიზა ბაგრატიონს არ ემუქრება საორკესტრო ორმოში, იმიტომ რომ იქ იმდენია ჩავარდნილი. მაგრამ აღიარეთ რომ ეს სეზონი ოთარმა გახსნა და პირველი ოთარმა ამოიცნო წინა ეპიზოდის გმირი. დიდი მადლობა რომ გახსოვთ ეს. მე ახლა ვიქნები გრინჩი. ამდენი დადებითის შემდეგ გრინჩი ხო იცით ვინ არის? რა თქმა უნდა. მე ვიქნები ახლა ბოროტი გრინჩი. რატო არავინ არ გაგიხარდა? მე მეგონა გირჩი თქვი. გაკეთილდი რა ბოლოსკენ. აბა თუ მაცადონ ახლა. აბა თუ მაცადონ. მე ხო ჩუმად ვიყავი. ვიყავარ ხართ მე. მე დუეტების ტური არ მიყვარს. რატომ? ვერ იცნობ და იმიტომ? როგორც დეტექტივს არ მიყვარს, იმიტომ რომ განსაკუთრებით რთულია დუეტში ამოიცნო ვინ არის და რომელი ადამიანი იმალება. როგორ დახვეწილ ხარ? აბა, ვიმეცადინე. შენ აზარჩი ხარ, შენ სული გამოცნობის და როგორც გინდა ისე გამოიცანი დღეს. როგორც მაყურებელს, უბრალო მაყურებელს ტელეეკრანთან, რა თქმა უნდა, დუეტების ტური არაჩვეულებრივია, მაგრამ როგორც დეტექტივი ცოტა ვიძაბები. ვისი ნახვა მინდა? ფარაონის ნახვა არ მინდა. ანუ აი ეს ამბავი ზურამანჯავი და დამაშია ჩვენი გენიალური ფარაონი ასე ეს რას გეტყვის კაცმარი ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მანიკას ვეთანხმები რომ აბსოლუტურად ყველა გვენატრება არა მარტო წინა სეზონიდან იმის წინა სეზონიდან ხო აი პანდას ვიხილავდი მაგალითად ლეგენდარულ ბესო კალანდაძესაც კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოусმენდი დუეტში ლომი იყო ხო ეს ლომი ბესო კალანდაძე ჩვენთან ერთად ყოფილა ხო საოცრება ლომი პატივცემული ლომი და ზურამანჯავიძესაც მოусმენდი რას ვერჩი ვიხუმრე ჯანდაბას მაგის თავი იმეროს. მოусმენ აბასაც ახავ. მოკლედ ასე, კენგურუ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა, მაშ ასე. ახლა ჩვენი მეგა შოუს პარტნიორი კომპანიების წარდგენის დრო. წამყვანი დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფი, რომელიც მუდამ დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურის შენობებით გვანებივრებს, გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში, ზღვის პირველ სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა, რომელიც მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებების ბრენდია. ისრაელიდან აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. ამას რატო აღარ ყვირი ხართ? გახდება
ჩვენ ამაღლებულ განწყობაზე როგორც ყოველთვის კოკა-კოლას რუნავს დეტექტივებო გამოიყენეთ ეს დრო შესვენებას ისე არაფერი უხდება როგორც კოკა-კოლა აი ესე რა პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე ესე იგი ეს უნდა მეთქვა მაინც და მაინც რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად მოიგე დრო გაიგე მთავარი ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე მადლობა ახლა კი მოდი ერთად ნახოთ თუ ვის ვიხილავთ დუეტების ტურში იმისთვის რომ დღევანდელი დუეტების ტური გახსნილად გამოვაცხადო და პირველი დუეტი მოვიწვიო სცენაზე. მას ასე ესპანურად მას გრანადა ქვია და დარწმუნებული ვარ დუეტშიც გრანდიოზულს გვირდება. მას ასე ბროწეული და კენგურუ მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა ბროწეულო. მიხარია რომ ჩემი ყოველი გამოსვლით კარგად გამხიარულებთ. ნამდვილად. მნიშვნელოვანიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ანუ თუ ზუსტად მახსოვს, მე თქვენ ჩემი 1000-დან 12 მარცვლის შესახებ უკვე მოგიყევით. იმედი მაქვს, ყურადღებით მომყვებით, რადგან გასავლელი გზა ჯერ კიდევ დიდია და არ მინდა სადმე დაიკარგოთ. გამომიწია და ამიტომ გიფრთხილდებით. ადამიანი, რომელმაც სწორ გზაზე დამაყენა, ახალგაზრდა გოგონა იყო და ზუსტად იმ მისამართზე მიმიყვანა, რომელიც ჰაერიბით თუ ჰემოგლობინივით მჭირდებოდა. მართალია იქიდან გამარჯვებული წამოვედი, მაგრამ მითხრეს, ჯერ არაო, გავბრაზდი, მაგრამ რას გავხდებოდი? მეტერაიგული. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი 984 მარცვალი ეკონომისტი გამხდარიყო. აი, ხედავთ, როგორც კი ციფრებს იგებთ, იბნევით. ნამდვილად. დღეს, როცა მე თქვენთვის ჩემი ამბავის მოყოლა დავიწყე, 988 მარცვალი იყო დარჩენილი. და სანამ 984-ს ვახსენებდი, 4 მინიშნება უკვე მოგეცით. არა და გაგაფრთხილეთ, ყურადღებით მისმინეთ თქო. ციფრები კი არა შენ გვაბნე. ხო, რას ვამბობდი? ჩემი მარცვლის ეკონომისტობაზე გიყვებოდით. იცით, ეკონომისტებს გვაქვს ერთი ასეთი ტერმინი. მულტიპლიკატორული ეფექტი. თქვენ არ გეცოდინებათ, ეს რას ნიშნავს და აკიხსნით. ანუ, ეს ეფექტი შემოსავლებსა და სამომხმარებლო ხარჯებს შორის პირდაპირ კორელაციაზე მიუთითებს. ანუ, კორელაცია ტექსტინა. უნდა დახარჯოთ, ვიდრე შემოსავალი გაქვთ და ყველაფერი იქნება კარგად. აი, ახლა მე სცენაზე გამოვალ და ბოლომდე დავიხარჯები. ვერაფერი ვერ გავიგებ. ოპა, მოვიდა. აჰა, ისე დაგონტროშებს. იჟი მოვიდა მაგრამ. მოვიდა. ზასაფარელი. საინტერესოა ვინ არის ასეთი ენერგიული და რო არ იღლება. ჩვენი წინა სეზონის ტრიუმფატორი. მეტად სიმღერები. საფირმო ილეთით შემოგთავაზა, არ დააბიწყდა გიას.
ბროწეული მიყვარს ხასიათით, რასაც აკეთებს. ხო და ვის შეიძლება ხო, რომ მაგრამ ესე რეალურად შეიძლება სრულიად განსხვავებული ტიპაჟია ცხოვრებაში. აუცილებლად. City girl with the diamonds in her shoes. She walks around like she's got nothing to lose. And she's a go-getter. She's everybody's type. She's a queen of the city, but she don't believe the hype. She got her own elevation, holy motivation. So I wrote some letters sounding big. I got a faith in you, baby. I got a faith in you now. And it means that you're such a good friend of me. Know that I love you somehow. I got you. Hallelujah. I got a faith. Such a good friend to me. Know that I love you somehow. I met you. Hallelujah. I got a faith. Yes, I do. My mind goes crazy. I think about it morning, noon, night and day. I got it running and my mind goes crazy. I think about it morning, noon, night and day. ბროწეული შენაირი მოუსვენარი მოიხსენი აი დრედები არ გქონდა წინა სეზონზე და ესეც ასე მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო კოლეგებო ძვირფასო ხალხო ესე იგი აბსოლუტურად არ მაქვს იმის განცდა რომ დამთავრდა წინა სეზონით არის ეს ბუნებრივად გადაება რომ გონია რომ ისევ მონაწილეო გეთანხმება ძალიან მიხარია იმიტომ რომ მართლაც ფანტასტიკური პროექტია და მე მგონი ყველაზე გამორჩეული და ყველაზე უფრო საინტერესო ყოველ შემთხვევაში ერთადერთი კონკურსი სადაც მე პირადად გული გამიწია რომ მიმეღო მონაწილეობა და ახლა განსაკუთრებულად მშობლიური შეგრძნება მაქვს ყველა კონკურსას უსურვებ წარმატებას და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩემს მეწყვილე ბროწეულს გია, რამე ეჭვი თუ გაქვს, ვინ არის? არ გეკითხები ვერსიას. არის მე დაახლოებით იმდენი ინფორმაცია მაქვს, რამდენი თქვენ იმიტომ რომ ერთხელ მქონდა რეპეტიცია, ერთხელ მოусმინე. მაგრამ ვის ხმას ისმენდი ახლა? პანტერა შემდეგ ისეთი საოცრებები ჩაატარა აჩიკო სოლოღაშვილმა, ქალბატონია თუ არა, ესეც მიჭის რო თქვა. ამიტომ ასეთივე იყო მანიკა. შერეკილების პერსონაჟი რომობს ისეთი პირი უჩას, ბიზია ბაბუა წესით უნდა იყოს ლამაზი ქალბატონი, მაგრამ რა ვიცი, კაცო, ვინ არის შევარ. ანუ ფინალში უწინასწარმეტყველებ გასვლას? მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი და ძალიან გამიხარდება კენგურუს წყალი თუ გადაესხმება ბროწეულს. ძალიან კარგი კენგურუ ჩვენი გამარჯვებული მეოთხე სეზონის დავიშალოთ ეხლა თმები. გაშლილი გვაქვს უკვე. აი მართლა გაშლილი გვაქვს. იცი რა ვიცი. რა გითხოთ აღარ ვიცი. ვინ არის?
ვინ დაიწყებთ ხალხო? პირდაპირ ვერსიები მე ჯერ არა მაგ ვერა ვერსია. დავიწყო რა. ოთარ დაიწყე არა, იმიტომ რომ ვერსია კლინიკური არ დიაგნოზი მაინც დასვე. ძალიან მიჭირს დაწყება. ანრი, და რაღაცა გაგრძელებას. მიშველე. ვერაფერს გშველი, იმიტომ რომ მეც საგუნებელში ვარ ჩავარდნილი. ერთადერთი მინიშნება, რაც აი ყველა ერთხმად მივიღეთ, რომ ესე იგი სწორგზაზეო ახალგაზრდა გოგონამ დამაყენაო, როგორც სწორგზაზეო დამაყენა ახალგაზრდა გოგონამ. მართლა ნიკოლაძე. დიდი ალბათობით იმ ახალგაზრდა გოგონამ ჩვენი ბროწეული მიიყვანა ან თეატრალურში, ან კონსერვატორიის კართან. და მე ეკონომისტიო და იქ დატოვა, მიაგდო. და იქ გამოცდაზე უთხრეს, რომ წელს არაო. აი წელს არაო, ძირითადად ამბობენ კონსერვატორიაში. ან მეორე შემთხვევა თეატრალურში არ მიიღეს პირველივე ჯერზე. თუმცა ორი აზრი არ არსებობს აქ, რომ ჩვენი ბროწეული ხელოვნების სფეროდან არის. ხალხო გიждები რასაც აკეთებს ვერ გისმენ. აი საერთოდ არ მესმის მართლა გეუნები. მიდი. გადარეული. ვინ შეიძლება რომ კარგი, მე მაქვს ერთი ვერსია და მე ვიტყვი. ხაზე რო ხელს იჭერს არა, არ ეს ის მოდროს. შემთხვევა, როცა ჯერ ერთი საოცარი ნომერი და გახსნა იყო დღევანდელი ეპიზოდის და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ყველას. ხო და ნახე რა არის ამ პერსონაჟის შემთხვევაში. ის რომ ფანტასტიკურად მღერის და ასრულებს დღეს სინქრონშიც ეკვაც ვნახეთ, ყველაფერი ვნახეთ, რაც შოუს სჭირდება. გარდა ამისა, მისი პრივილეგია, ასე ვთქვათ და დამატებითი მთავარი ძალა არის, რომ ისი აცოცხლებს ამ პერსონაჟს და განსხვავებულ ხასიათს ძენს, რომ შეგვაყვარა ყველას თავი. ამიტომ მართლა გამორჩეული ამ პერსონალის ხასიათით. მე ვფიქრობ, რომ ყველა სეზონებს შორის ეს გმირი არის გამორჩეული თავისი ქმედებებით. ზუსტად ამას ვიძახი, სხეული ზენით რასაც აკეთებს. ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ის თოჯინა და პერსონაჟია, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს ვინ არის, მაგრამ ამავდროულად საერთოდ არ მინდა, არა, ნახე, ამით ამავდროულად საერთოდ არ მინდა რომ დაგვტოვოს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მომენატრება აი ეს ქცევა სცენაზე. კი, მე მომენატრება. შეიძლება ვინ ჩვენ მოგვენატრება. დღეს მგონია რომ არის მომღერალი, არ ვიცი პროფესია ეკონომისტობასთან რამდენად არის ხურში მითხარი და კაკო გაჩეჩილაძე მგონია. არა, თაკო გაჩეჩილაძე მე წინაზე ვთქვი, ამაზე არ გითქვამს ჩავხედე. არა, ამაზე არ მithქვამს, სხვა პერსონაჟზე ვთქვი, პროფესიით არის ქორმაისტერი, საგუნდო სადირიჟორო აქვს დამთავრებული, შესაბამისად აი 99% დანამდვილებით ვიცი, რომ მას მხოლოდ კონსერვატორია აქვს დამთავრებული. მაგრამ მე დანამდვილებით დავაფიქსირე წინა პროფაილში მეთოჯინე იყო ბროწეული. მე არ ვიცი ბროწეულზე ეს ადამიანი თუ იყო დასახელებული წინაზე, მაგრამ აი რატომღაც ეხლა გამიჩნდა აი ეს როგორც ვამბობთ ეს რაღაც ახალი ტრენდული სიტყვით ვაიბი წამოიღო. აი ამეკვიატა რომ შეიძლება ბროწეული ნანიკო ხაზარაძეა. ნანიკო ხაზარაძე მე მგონი. მე სიცოცხლეში აი ასეთი გიჟობანა მინახავს ერთი უნიჭიერესი მსახიობისგან, რომელსაც ქვია ნანუკა ხუსკივაძე. ნანუკა ხუსკივაძე. ასოციაცია, ეხა აი ამას რო უყურებ, მაქვს ნანუკასი, რომელიც ზუსტად ვიცი რომ ასე, არა, ეს შემდეგში შეინახე უკვე თქვი. შევინახო. დეტექტივი, მართლა ცოდოა. არა, ნახე, თუ გინდა ოთარს უკარნახებ ჩემს მეორე ვერსიას და ია მითხარი? ოღონ თუ ეგ იქნება, მე ჩამეცვლება. აბა მითხარი. მიკარნახე. აი ახლა ვფიქრობდი კიდევ ვინ არის აი ამ ხასიათის და რუსკა მაყაშვილი. მიიღებ ჩევას? სიმღერის რა გითხრა, მაგრამ ეგეთი დარწმული კი არის. კაი, დავაფიქსირეთ რუსკა მაყაშვილი. დამიფიქსირეთ, კარგი, რუსკა მაყაშვილი. ვაფიქსირებ. გიჟურა, გაცილებთ ახლა აპლოდისმენტებით. ნახვამდის. აბაჰე. დუეტი, რომელიც ფაუნის ყველაზე საყვარელი წარმომადგენლებისგან შედგება. მაშასე, დელფინი და პანდა სცენაზე.
მართოთ. წყალზე მოდიყავი, გინდა წყალქვეშ. რაც არ იცი, არ უნდა დაიბრალო. მე ვიბრალე მთასვლელობას. არა. რატომ არა? იმიტომ რომ არ გამომდის. დასვლელობა არ გამომდისო? ხო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დელფინებმა არ ვიცით ევერესტი რომ არსებობს. ძალიან კარგადაც ვიცით. მაგრამ ვამბობთ ევერესტზე ავსულვარო? არა. რატომ არ ვამბობთ? იმიტომ რომ მიუნჰაუზენობა არ ვიყვარს. გასაგებია? არა. ხოდა თუ გაუგებარია, თქვენი დარდეთ. ანუ ტყუილი არ უყვარს. ის ხუმრობა ხო იცით, თევზებს რაში სჭირდებათ ველოსიპედია? აი მე ძალიან ჭირდება სკროლი. ოღონდ სკროლვაში არაგერიოთ. სკროლი არის ტრანსპორტი და სკროლვა და ბნედა რა არის გადაშალეთ წიგნი და გაიგებთ. სკროლით ლელაწურწუმია დადის. მე ჩემს ვინაობას რა თქმა უნდა ვერ გაგიმხელთ, მაგრამ ორ საიდუმლოს გავამდობთ, რომელიც მე ცხოვრებაში ვისწავლე. ერთი არის თხის რძე. ხის? მეორე, რომ არავისი შეგშურდეს. რისი საიდუმლოებია, ეგ აღარ მახსოვს. დელფინებს არ გვაქვს მაინც და მაინც ხანგრძლივი მეხსიერება, მაგრამ აი სცენაზე რომ უნდა გამოვიდე და შოუ დავდგა. მაგას რა? ანუ თხის რძეს სვამს ყოველდღე ჩვენი დელფინი. ანდრევ გიждები რა კუც რო გვაქვს გვიხსოვენ აღარ შეგიძლია ნიკორსიიდან დარუბანდა ვიცი რა არის მე ვიცი ვინ სვავს თხის რძეს ჩემი შვილი პატარა ოჩა ეგ არის გაარტყი როგორც იქნა გაარტყი ნავი გულები მოვიდა ჩვენი დელფინი. ეს ნახე ეს როა გამოსვლაზე ნახე ეს რა კი ესე რომ და ველოდებით პანდას ხო მის ფეხი ნეტა ესეთი დიდი აქვს თუ არა ალბათაც ვერა აი პანდაც მოვიდა შეყარებულები არიან დღეს ჩვენი პანდა და დელფინი. აშკარად. რა კარგია. I know I stand in line until you think you have the time to spend an evening with me. არ არის მომღერალი And if we go someplace to dance, I know that there's a chance you won't be leaving with me. And afterwards we drop into a quiet little place and have a drink or two. მე ვრჩები ჩემ And ვერსიაზე then I go and spoil it all by saying something stupid like I love you. I can see it in your eyes that you despise the same old lies you heard the night before. არა მგონია ოთარ. And though it's just a lie to you, for me it's true, it's never seemed so right before. I practice every day to find some clever lies to say to make the meaning come true. სახიობია But then I think I'll wait until the evening gets late and I'm alone with you. The time is right, your perfume till my head is starts get red and all the nights so blue. And then I go and spoil it all by saying something stupid like I love you. სანკაია Right, your perfume till my head is starts get red and all the nights so blue. And then I go and spoil it all by saying something stupid like I love you. I love აუ რა you. საყვარლები არიან. კარგი ნომერია I love you.
ვაიმე. თაფლობის დროში წავიდნენ. დელფინი და პანდა. ბრავო. შვენიერი. ჩვენი საყვარელი ძალიან პანდა და კარგი. დელფინი utqbilesi სიმღერით იყვნენ ნამდვილად. ჩვენსინაშე. პანდა, რა გარხარ? პანდა მოიხსენი. მოიხსენი. ირაკლი ნაზაძე, იგივე პიკასო. აჰა, შენ მიკროფონი. მომენად რა ქაურობა, ძალამეზები ხარ, ძალიან კარგები ხარ. ჟიური, კოცლი, ძალიან მეყვარხართ. ძალიან ისეთი სენტიმენტები აქვს. ძალიან ლამაზი ნამბერი იყო და მადლობა. მეორედ უშუალოდ დუეტების ტურში ჩვენს გმირებს და ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაცა ძალიან უყვარხარ მაყურებელს. ხო, პანდა ძალიან ისეთ კარგ და საყვარელ გრძნობებთან არის ასოცირებული, ესე რომ მივესალმები მაგამბავს და თქვენთან ვარ. ირაკლი, რა ძალიან დიდი რეაქცია მადლობა. გაქვს ჩვენს დელფინზე? არა. აზრზეც არ ხარ. აზრზეც არ ხარ. მაგამ ბავში ვერ გამოვდგები. კარგი. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით და გავაცილოთ ჩვენ უსაყვარლესი პანდა და დავიტოვოთ ჩვენი ულამაზესი დელფინი. მე მაინც ვჩები იგივე აზრზე, ჩემ ვერსიას ვტოვებ. მისი პლასტიკა და მშვენიერება კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ეს არის ჩვენი გამორჩეული და უნიჭიერესი ბალერინა ირმა ნიორაძე. ირმა ნიორაძე. შესანიშნავი ვერსია და ყველას გაგვიხარდა მე მართალი მგონია დავცხო? დაცხედი. მე მაინც მგონია რომ რა თქმა უნდა უნიჭიერესია, მშვენიერი ნომერი იყო და ძალიან დიდი მადლობა. მსახიობი მგონია მაინც. მსახიობი რომელიც არაჩვეულებრივად მღერის. კი, რა პრობლემაა. ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა და რომელი მსახიობი გაინტერესებთ ხო? ძალიან თუ არა თუ არა ნანა შონია. არის. იგივე გიწერია. ანრისაც იგივე. ანრისაც იგივე უწერია. იგივე დაგასტარი. დამასტარი შენ. რაღაცა ამ სეზონზე არა ძალიან უშავ დასწრება ორივე არა ნანა იყო. ჩემს გონებაში იჯექი თუ მე ვიჯექი შენ გონებაში. რა მნიშვნელობა? რა მნიშვნელობა? შესაკრეთა გადანაცვლებით ამიტომ მე არ ცხოვრება მინდა დასწრება. ჩემს ნანა შონიაზე თქვა უარი და მეც ვაფიქსერებ ნანა შონიას. ფათაშორის არ არის რინანაშონია ყავს. იცი რა, მეც მსახიობის პროფესიაზე შევჩერდი. ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ ოთართან, რადგან მგონია რომ ის ყველაზე კარგად იცნობს ამ მსახიობს. მარიამ ჯოლოგუა როგორ მღერის? საშინლად. მარიამ იმას ნუ ეკითხები მე არა მკითხე. მღერის როგორ არ მღერის? მღერის. აი ოღონდ არ ვიცი მარიამ მაპატი არ ვიცი როგორ მღერე ხა მინდოდა მანიკა გამემწარებინა არ ვიცი შეიძლება გენიალურად ფათაშორის მე მაპატი იმღერა ერთ-ერთ სერიაში შუაქალაქის ესეც სიმღერა იყო ბუდეს ნუ დაუნგრევთ ჩიტებს რაღაცა ხო რაღაც შვენივრად გამოვიდა სმენა აქვს კი ფანტასტიკური ნომერი იყო დაუბედნიერდით ულამაზესი დადგმა და მოკლედ უდიდესი მადლობა ძალიან კარგი მიხარია რომ დელფინმა მოგხიბლა. ბრავო. დავაცილოთ დელფინი, დავაცილოთ. ახალ დაქორწინებული დელფინი გავაცილოთ. ეს მონაწილე თავიდანვე ღრუბლებში აფრინდა და ძირს დაშვებას ჯერაც არ აპირებს. მაშასე, ფარშევანგი და ღრუბელი სცენაზე. მოგესალმებით, აბასიჩუმე. სხვათა შორის, ჩემი წინა გამოსვლის შემდეგ გალიაში რომ წავედი, მთელი ღამე თქვენი ხმა ჩამესმოდა. არა, კი გეთანხმებით რომ ფარშევანგს სინამდვილეში ცუდი ხმა აქვს, მაგრამ ჩემში მაინც ძალიან ცუდი ასოციაციები. გაიგე, ჩვენ გვეუბნება. აი, მასეთ კოშმარში გავატარე მთელი ღამე. ოღონდ მე სიმღერა მინდოდა და ვერ ვმღეროდი. ან რატომ გადავწყვიტე რომ სიზმარში სიმღერა უნდა შემძლებოდე? ისევ სიზმრები. ეთყობა ეგეც აკაურობიდან ჩამოვა. ისე მადონას სიმღერის შესრულება ძალიან მომეწონა. ან რა
რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. მაგრამ თან ძალიან განსხვავებულები ვარ. მადონას გვავარო? მადონასგან განსხვავებით მე ცოტა დედა ტერეზა ვარ. და ამ ჩემს დედა ტერეზობას მე მზრუნველობას ვეძახი. აგი უკვე გითხარით, რომ როცა მე დავიბადე, ფარველი იყო მთვარე, რომელიც არის ზეცის შუა მეფის ნიშნითა და რომელიც სახლია მზისა. ხოდა მე სიყვარულიც უსასხრო შემიძლია და ამაზე ლაპარაკიც. არ მესმის სიყვარულსა მალვა უნდა. თუ მიყვარს, რატომ უნდა გავჩუნდე? რაჯობია სამზარეულოში ღვინის ბოკალით ხელში, ჩემ დაქალ ფარშევანგებთან ერთად 1000 სისულელეზე ჭორაობას. სოციალური ხალია. ახლა სიყვარულზე ვიჭორაოთ თუ კვანტურ ფიზიკაზე. მერე ისე გემრიელად მეძინება ხოლმე და რა მაგარ სიზმრებს ვნახულობ, თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ. ხოდა ახლა მე მოვფრინდები და უკან მალე გავფრინდები. გოგოები მელოდებიან. შემოვიდა დიდებული. ნახე. არა მომწონს. ეს ხალი ხშირად გამოდის სცენაზე. მან იცის როგორ უნდა აბსოლუტურად. ნახე. ძალიან მომწონს. და მოდის შენი თანხმობა. აუ მოგვენატრა ბრუბელი. ნახე სცენაზე რამდენი ბრუბელი გვაქვს. მაგარია. ძალიან უკვე კაია. Many nights we prayed, Bravo. with no proof anyone could hear. In our hearts a hope put so we barely understood. გამოუშვა თავისი. Now I'm standing here, my heart's so full I can't explain. Seeking fact and speaking words I never for a there can be miracles when you believe. To hope is brave, it's hard to keep. Who knows that miracle you can achieve? You can achieve when you believe. Somehow you will. You will when you believe. სასაულის ძალიან უამაზესია ამე ხდება სცენაზე. They don't always happen when you ask. When it's easy to give in to your ოპერის feelings. ხმა გაეპარა. კლასიკური ჟანრის მომღერალია. კლასიკური ვოკალია. Blinded by your pain, can see the way, get through the rain. Smile but still, silence voice, say health is wearing here. You believe. It's hard to feel. It's hard to feel. Who knows what miracle you can achieve? You can achieve when you believe. So hard.
ფრინდი ულამაზესო. ნახე, ანრი. ბრავო! ბრავო! ქალბატონო ღრუბელო, თუ შეიძლება რომ მოიხსნათ თქვენი მიღავი. მოიხსენი! ქალბატონი ლეგენდარული თამარ გვერდწითელი განუმეორებელი ხმა! ყოველთვის როცა მეძლევა ამის საშუალება ძალიან დიდ სიყვარულს გიხსნით. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ თამარს რომ ჩვენთან არის ვინ არის შოუში კვლავ დუეტების ტურში. დიდი მადლობა ვუსურვებ ამ შესანიშნავ შოუს წარმატებას, მილიონობით მაყურებლის მოხიბლას და ძალზე ბედნიერი ვარ, მეც ვიყავი მონაწილე. ძალიან შეგვიყვარდა ყველას ღრუბელი და ყველა მონაწილეები. ვუსურვებ შევძოლებოდნენ ერთმანეთს და ღირსეული ადგილები დაეკავებინოთ. გაიხარეთ. როგორ მოგწონთ ჩვენი ფარშევანგი? როგორი იყო მასთან დუეტი? შესანიშნავი, მე საერთოდ ძალიან პარტნიორებს ვცემ უდიდეს პატივს და ყოველთვის მიხარია და ყოველთვის ეს შემოქმედებითი სულით არის გაჟღენთილი, იმიტომ რომ მიყვარს ნამდვილად ჩემი თამრიკო, რა თქმა უნდა, არ გითხავთ ვინ არის, მაგრამ გააქვთ რამე ჭვი? იცით რა, არა, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვიმღერეთ, ცალ-ცალკე მოქმედებდით და ამიტომ ვერ დავასახელებ. არც ეჭვი არ მაქვს, ძალიან მიხარავ და ერთად სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა. გავაცილოთ ღრუბელი. მადლობა. ფარშევანგო. აბა გამოვიდეს ფარშევანგი. თუ შეიძლება გადმობრძანდით. მე მინდა და რატომ აღარში? ესე იგი მაკა არ მაცადე, მაგრამ მართალია დიდი თამარი გავიდა სცენიდან, მაგრამ მე მინდა მას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული დაუფიქსირო და პატივისცემა და ვთქვა რომ აი ეს არის ვინ არის. სწორედ აი ესეთ ლეგენდებს აერთიანებს ჩვენი პროექტი, რაც შემდეგ უკვე იმ უდიდეს სიყვარულსა და რეიტინგებში აისახება, რაც შემდეგ ჩვენ მოგდის და ბევრს არ მოსწოთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. დიდი მადლობა თამარს. ბრავო. ახლა რაც შეეხება მაცადეთ, რაც შეეხება ჩვენს ასევე არაჩვეულებრივ და დიდებულ ფარშევანგს. ქალბატონი ფარშევანგის გამოსვლა სცენაზე ცხადყოფს, რომ ის არაერთხელ დგას ხოლმე, მისთვის არ არის სცენა უცხო. წინა ეპიზოდზე მას ერთხელ გაეპარა მისი ნამდვილი ვოკალი, აი სულ ალბათ ვიტყოდი 1 ნოტი იყო. სადაც მას წაუწდა ფეხი და ეჭვი შევიტანე, მაგრამ აქაც ახლა მაღალ ბგერებში მან დააფიქსირა ჩემი აზრით, რომ ის არის საოპერო მომღერალი. ჩვენ ვისით და ალბათ საოპერო მომღერლებით, ქალბატონებით, განსაკუთრებით განებიურებულია ჩვენი ქვეყანა, გარკვეული ექსპორტიორიც ვართ ხო? არაჩვეულებრივი ვოკალისტები, მსოფლიო მასშტაბით, კი. და ძალიან გამიჭირდება ალბათ, ახლა ვინმე ესე კონკრეტულად დავასახელო. თუმცა უნდა დავასახელე. სანამ დაირჩო. ერთი ორი ვერსია მაქვს და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ფარშევანგი ძვირფასი არის ძალიან სოციალური ქალბატონი, მას უყვარს სამეგობრო, აი ეს რაღაცა შამპანურის ცხელში და თავის დაქალებთან. მე მგონი ხვდები. მზრუნველი ვარო, ოპერის დივა, ვინც ახლა მე მახსენდება, ეს არის სრულიად ფენომენალური იანო ალიბეგაშვილი. იანო ალიბეგაშვილი დაფიქსირებულია, ბრავო, არაჩვეულებრივი ვერსია. ჯერ არ შემიძლია რომ არ ვთქვა თვითონ ნომერზე. უდაოდ ფავორიტია. რა სიმღერა იყო შერჩეული? ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, არა მხოლოდ ჩემი პატივისცემა თქვენ, ვინც არ უნდა იყოთ. სხვათა შორის სიმღერის პროცესშიც ანრის მეც ვუთხარით, რომ მეც მგონია ოპერის მომღერალი, კლასიკური ჟანრის შემსრულებელი, მაგრამ ჩემი ვერსია არის თეონა დვალი. თეონა დვალი. ულამაზესი შვილდოსანია. ხო. ერთადერთი ის შევნიშნე, რომ არის ამ ჟანრის წარმომადგენელი და ვინ არის მართლა არ ვიცი. გავაგზელებ ამ დივების სიას და დიდი სიამოვნებით
და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუ აი ამ საოცრებაში იქნებოდა ერთ-ერთი ჩვენი უდიდესი მომღერალი, რომელიც მე ძალიან გამახარებ და ჩვენ პროექტში ეს არის ფენომენალური ნინო მაჩაიძე. ნინო მაჩაიძე! იგი ოპერაში ვარ დაშკარად, ხო? მე სხვაგან წავალ. არ წახვიდეს სხვა. ცოტა ორიგინალური არა, მომღერლებში ვჩები, მაგრამ საოპეროს არ ვიტყვი, ხო შეიძლება? ნი ბატონო. მოდი იყოს სოფო ხალვაში. სოფო ხალვაში. აბა გაუშვათ ჩვენი ულამაზესი ფარშევა. მტები ამათი იქ სოფო რო იყოს, თქვენ რა გეშველებათ? მტები ამათი და. გავაცილოთ აპლოდისმენტების თანხლებით ფარშევანგი. უც რატო არ შვის ვეღარ გავიგე. ეს დუეტი დაამტკიცებს, რომ ჭადრაკი არა მხოლოდ სპორტია, არამედ პოეზიაცაა. მაშასე, ლაზიერი და ფარაონის სცენაზე! ჭადრაკის თეორიის სრულყოფილად სწავლას რამდენი ხანი უნდა იცით? 7 წელი. ყოველ შემთხვევაში მე 7 წელი ვსწავლობდი. ვინც ამბობს ჭადრაკის სპორტი არ არისო, რაღაც მხრივ მართალიცაა. ჭადრაკი მარტო სპორტი არ არის. მართალია. მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც. გგონიათ მარტო ტექნიკური ცოდნა სჭირდება? არა, ჰუმანიტარულიც სჭირდება. მე ჰუმანიტარული მერჩია. მოიცა 7 წელი ვსწავლობდი ჭადრაკზე ამბობს. ერთი პერიოდი ისე ხშირად მიწევდა ტურნირებზე გამოსვლა, დიდი ხანი სახლშიც არ ყოფილვარ. თან ამ დროს პარტიაზე მოდის. შვეიცარიული სისტემა, 7-იანები, 9-იანები, კოეფიციენტები, სად პირველი დაფა, სად ბოლო. უშუალოდ თამაში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არჩევანის გაკეთება გამჭირვებია თუ არა? რამდენჯერაც გინდათ. ან 7 წლედი აქვს დამთავრებული. მუსიკალური 7 წლები. ჭადრაკი შრომის მოყარეობის გარეშე არ არსებობს. და როგორც ერთ ბრძენ მოჭადრაკეს უთქვამს, ერთი დღე 8 საათის დათმობას და მეორე დღეს დასვენებას, ჯობია ორივე დღეს თითო საათი დაუთმოა. ხო და მეც ასეთი ბეჯითი შრომის მოყარეობით გამოვირჩეოდი. აბა სხვანაირად ამ დაფაზე ვერ მოხვდებოდი. სასცენო დემონსტრაციულ დაფაზე კი სულ რამოდენიმე წამში გავჩნდები. მოდის ლაზიერი. ძალამაზე კაბალა. დედოფლური რა ლაზიერი. და ფარაონი როგორ მოუხდება ფერებში? ორივე ოქროს ფერი. აბა ფარაონი გამოდი. მონატრებული. გამოვიდა მორიელი სცენა. ნახე მართლა როგორ უხდებიან. დედა რა ლამაზი დუეტია ხალხო. ლიზა, ნამდვილად სამეფო კარის თამაშები გვაქვს ახლა სცენაზე. ჯექსონი. იმა შეხედე გეხვეწე. ნახე. ძალიან აბა შეხედე. გასმაგრად. რა კარგია.
silence, I turn on the TV. The city lies disgusted. I'll be interested. I'll be interested. Easy. დაიხოცნენ ზურიგელა ვერ იძლევა ბრავო ზურა ფარაონი ზურა მანჯავიძე ბრავო აბარა მოგზავნი სადა შემთხვევით შენთან ერთად რო გოგო იყო? საწავიდა. ბრავო დედოფალი. ბრავო ზურა. ბრავო ძალიან მაგარი. ან როგორ მოძრაო. ან როგორი სცენური ხარ, მე არ ვიცი რა, საოცრება. სხვათაშორ თქვენ სად იყავით? წინა სეზონზე მე რო ვიყავ, თქვენ სამძანდებოდით. შენ როდესაც ფარაონი იყავი, მე გასტროლებზე ვიყავი. მართალია ანრიმ თქვა რომ საშემოდგომო გამომაყოლეს, მაგრამ კლასში ჩარჩა. ეგვიპტეში ხომ არ იყავი? ზურა ძალიან კარგი იყო, ძალიან. ზურა კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ შენს შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. ზურა, იცი რა მითხარი, არ გეკითხებით ვინ, მაგრამ გააქვს რამე ეჭვები. ღრმა ანალიზის შემდეგ დიახ შემიძლია გითხრათ რომ წარმოდგენაც კი არ მაქვს. ოჩახ. აი ამ პასუხს ველოდებოდით ზუსტად. არა, მართლა არ ვიცი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და იმედი მაქვს რომ გოგონა ხალბატონი ზურა ზურა მომღერალია შენი აზრით ჩვენი ლაზიერი. მე მგონი არა. უფრო მსახიობი უნდა იყოს. ხო, არა მოვიდე მან. ამოდი. შეათუონია ყუადამისლის და კონტრაქტი მე აღარ მაქვს არაფერი. წავედი აბა მე კარგად. აბა მადლობა. მიკროფონი დაიბრუნე გერჩა. რა მადლობა, რის მადლობა. მიკროფონი დავაბრუნეთ. აბა რითი ვილაპარაკო მათ. ჯერ არ დამისრულებ. მოდი ზურა. სანამ სცენიდან წახვალ, მე მოდი ჩემს ვერსიას დაგაწევ, მაგრამ შენ გაგიხარდება ყველაზე მეტად ამ დარბაზში. ესე იგი, რადგან ჩვენმა ძვირფასმა ლაზიერმა მინიშნება მოგცა რომ 7 წლები აქვს როგორც მინიმუმ დამთავრებული. ხო? კი ბატონო. მუსიკალური არ უხსენებია, მაგრამ ჩავწერილია, მაგრამ ნუ ასეა, ნუ 7 წლების თემა. რატომ არ შეიძლება რომ ლაზიერი იყოს თვით ნუცა ჯანელიც? სულაც არ არის. ისე თითებს ვერ აჩვენებს. თქვენი დუეტი დამწყვევა. ძალიან კარგი ვერსია ხო არის? ნახეთ ერთი წამი. აი ლაზიერის ისეთ მცინარ თვალებს დააკვირდით, ცოტა ნუცა ჯანელიძესაც გვაგონო. არა? კი, ხასიათითაც. აბა ზურა გაუშვათ ახლა. სანა ვერსიები დასრულდება დარბაზში დავждები ცოტა ხნით 3000 წლის კაცი ვარ, ხო დამითმეთ ვინმე მადგილი. ოხ შენ. დიდი მადლობა. ერთადერთი იცი რა ვიცი, რომ აქვს ძალიან კარგი პლასტიკა, იმიტომ რომ ის
ისე მუსიკალურად და კარგად ყვებოდა თვითონ მელოდიას, აი საოცრად მოძრაობდა. კი და ძალიან მომწონს ლაზიერი, მართლა დედოფალია, მართლა ძალიან ნიჭიერია და თან მგონია რომ ძალიან ტანადია რეალურ ცხოვრებაშიც და მე გამახსენდა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი რომელსაც მართლა გამორჩეული სხეული აქვს და პლასტიკას შესაბამისი მანიკარო შენი უსაყვარლესი მეგობარი გაგახსენდა ანუ აქამდე არ გახსენდა არა წარმოგიდგინე ლაზიერში თორე ყოველთვის როგორი გულდასაწყვეტია ეს მეგობრობა დღეს არის პროვოკატორობის ხასიათი არა როდის არ არის მაგრამ დღეს რაღაცა კი მოკლედ ჩემი ვერსია თეონა თავართქილაძე აუ მოდი რა მაშინ მე შევჩვი ჩემს იმას და ვიტყვი ლამაზი ქალების ჯერჯერი და მოდით მაკა ასათიანი იყოს რა იმიტომ რომ რაღაცაირად აი ძალიან გამეხარდებოდა ეხლა რო აი ამ ლამაზი კოსტიუმიდან ეს ლამაზი ქალბატონი გამოვიდეს გარეგნობის რომ არის ლიზა ეს ის შემთხვევა იქნებოდა ერთი წამი კარგ რაღაცას ვამბობ შენ არ გაიხარე შენ რატო არ გავიხარო რა ვიცი აწი რაღა გაგახარე რატო რა გაგახარე და რატო იცხებლები ამაცის ლაპარა შენი ილაპარაკე უკვე მე მასწავლე როგორ იქცევა თქვი მე მაქვს კარგი ვერსია აბა ზუსტად ვიცი თან აბა ეგ არის აბა დასხე ნანული სარაჯიშვილი ნანული სარაჯიშვილიო ნახე როგორ აკმუტდა ბანანასავით აკმუტდა აი ეგრე ხტუნაობს ნანულიც მიკონსეკვა თამაში ლაზიერთან დაკავშირებით და მოდი გავაცილოთ ჩვენი დედოფალი მადლობა კაი იყო კაი ზურა ბრავო ესე იგი ორივესთვის საყვარელი პერიოდია ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე და ამიტომაც დავაწყვილეთ მას ასე სიმინდი და ლომის სცენაზე მიცით რამდენ ცნობილ ტილოზეა სიმინდი გამოსახული ფრიდა კალოს ტილოები კი ბატონო რივერას ტილოები იცოცხლეთ ჩაის ტილოები შეიძლება მაგაზეთ შეხვდეთ ოღონდ ზედ დაწყობილი ტილოების და ნახატების მეტი რა არის მაგრამ საკუთარ გემოვნებაზე თუ მიდგა საქმე მე მეზობე მომწონს ბავშვობაშიც მეეზობე მინდოდა გამოვსულიყავი. განსაკუთრებით ის ფეხსაცმელები მომწონდა მეეზობეს რომ აცვია. და ნეტა რა გამოხვედი? აბა ჩემითაც კი შემიკერავს, მაგრამ გამომსვლია ისეთი, როგორიც იმ დიდებულ კაცს გამოსდიოდა. რა თქმა უნდა, არა. საკუთარი თავისთვის რომ ფეხსაცმელს იკერავ, ეგ ეხლა დიდი სანერვიულო საქმე არ არის. მაგრამ იმ ფეხსაცმლით თუ სადმე უნდა წახვიდე, ეგ ნამდვილად სანერვიულოა. განსაკუთრებით თუ სცენაზე ვარ გამოსასვლელი. მიუხედავად იმისა, სცენას აქ დამირგამთ თუ ვუდსტოკზე, ერთნაირად გამოვალ, მაგრამ ერთნაირადაც ვინებრივლებ. პირველად გამოვდივარ სცენაზე, სანერვიულოა. ბოლოჯერ გამოვდივარ, სანერვიულოა, მაგრამ შოუში ახლა მესამედ გამოვდივარ და მოდით ცოტა ნაკლებს ვინერვიულებ. ესე იგი სცენაზე გამოსვლის წინ ნერვიულობს. ნახე ფეხსაცმელზე აქცენტი გააკეთა. მოცეკვავია. მე სიზმრება ხოლმე ეს მელოდია. სიმინდი მოვიდა. შემოშრიალდა. სიმინდი ფუჩეჩით. ჩვენი მონატრებული ლომი. აუ რა კაცია ლომი. მოვიდა. აუ ლომი მაგარი. ლომი და სიმინდი.
სიმინდი, მაგარი დუეტია. მაგარი. როგორ მიყვარს ეს სიმღერა როცა მოწყინდება როცა დაიხლები როცა უმიზესოდ გადგეს ვინმე გულს გახსოვდეს ჯეროდეს იცოდე რაღაც არ გამოვა ვიღაც აღარ მოვა სწორედ მაშინ მინდა ღიმილით გითხრა რაც შენთვის მე უკვე ბევრჯერ მითქვამს იცოდე ყველაფერი მთავრდება მერე ისე ვიწყება ვენძლებს ოცნება აუსრულებლა და მერე გუში უცებ ნახდება მერე ისე ვინდება ასე გრძელდება და აუსრულებლა ლამაზი ნომერია. ყოვლიც მოიყვანეს. როცა მოწყინდება როცა დაიღლები როცა მოწყინდება როცა დაიღლები როცა მოწყინდება ბრავო ბრავო სიმინდი და ლომი რომლებმაც გაგვიცოცხლეს ის ვიდეო რომელიც ვიცით ჩვენ რომელსაც ასრულებენ ფანტასტიურად მერაბ სეფაშვილი და ზაზა ხუციშვილი. ლომს გთხოვოთ რომ მოიცნას ნიღაბი. მოიხსენი. ლეგენდარული ბესო გავანდაძე. ბრავო ბესო. ჩვენი უტყვილესი ბულბული, ჩემი უსაყვარლესი ხმა. ბესო ძალიან მოგვენატრეთ და გვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ დღესაც. ბატონ სიმინძე, გააქვთ რამე ვერსიები, ბატონო ბესო? რაღაც ეჭვები მაქვს, მაგრამ ავიცი აბა. არ ჩაუშვებს ახლა იგი. ქუჩეთშია შესამოწმებელი წეროში. ქუჩეთში. ძალიან ტკბილი, როგორც ყოველთვის, ბესო, უღრმესი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე. ძალიან. ბესო, მადლობა რომ ხარ. და მადლობა რომ ხარ, ჩვენი სახელმძღვანელო როგორც სრულიად ფანტასტიკური მომღერალი. გვიყვარხარ, გაფასებ და ხშირად იმღერე და ბევრჯერ იმღერე ჩვენთვის. ბრავო. ბრავო. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით კიდევ ერთხელ. გავაცილოთ ჩვენი ლომი. რა კარგი მოსასმენია რა. ძალიან კარგი მოსასმენი იყო. ახალი კლასის მომღერალი. მაგრამ ძალიან გაგვაბაიბურეს, იმიტომ რომ ამ სიმღერას აქვს ეს რომელი იყო პირველი ხმა, მეორე ხმა გაარჩიეთ? ძართული იყო ძალიან. შესაბამისად არ მაქვს არა რაღაც მომენტებში გავარჩიეთ მივხვდი ბესოს ხმა სადაც იყო გამოკვეთილად იმ ორ სოლოში ხო? ხო გავარჩიეთ მაგრამ აი სიმინდი ვინ არის მინიშნებაზე მქონდა ყველაზე მეტი რეაქცია. ფეხსაცმელებს ვიკერავ. ფეხსაცმელებს და აი რაღაცა სულ გვახსოვს ხოლმე აი ნებისმიერი მოცეკვავე ეს იქნება ხალხური სამჯლის მოცეკვავე თავიანთ ფეხსაცმელს სულ თვითონ ასე ვთქვათ არემონტებენ თუ ირგებენ რაღაცას ჩააკერებენ მიაკერებენ რომ კომფორტის ზონიდან არ გამოვიდნენ და უცებ ახლა ვინც მახსენდება მურო გაგოშიძე. ვინმე მიცის მისი სიმღერა. არ ვიცით, შესაბამისად ახლა მკითხაობას ვერ დავიწყეთ. უკრავს ის მუსიკალურია და ასევე
რატო გამორიცხავ რომ ღეროდეს ძალიან კარგად. არაფერს დაუსპინო. რატო? მე ისედაც უსტვენ და შენ შეგიძლია გააგრძელო ჩემი ტენდენცია. იყო რომ შეიძლება იყოს ჩვენი სიმინდი მოცეკვავა, იმიტომ რომ მართლა ხაზგასმით იყო პროფილს თუ არ გვატყუებენ და არ გვამაიმუნებენ, ხო, ხაზგასმული იყო. ფეხსაცმლის დიზაინერი არ გონია იყოს და დამახასიათებელი ამბავია რაღაცნაირი მოცეკვავეებისთვის. თუ ვუშვებ იმას, რომ შეიძლება სიმინდის ქვეშ იმალებოდეს მოცეკვავე, მე ვისურვებდი რომ ყოფილიყოს ყველაზე ნიჭიერი და საუკეთესო ილიკო სუხიშვილი. თუ ასე წავიდა, მაშინ მე ვისურვებდი რომ სიმინდი იყოს გენიალური გიორგი ფოცხიშვილი. გიორგი ფოცხიშვილი. რატომ არა? რატომ მეცეკვავეებს და ასე აი ხო ხედავ დავიწყე მოცეკვავეების ისა და ამხნენ. ეხა ის იტყვის მეწაღეს. მესასველებიდან გამომდინარე. მიდი აბა. აბა ცნობილი მეწაღე დაასახელე. მე გამოვდივარ ცეკვის ზონიდან. ძვირფასი მაღალი კლასი. გამოდიხაროთ არ? და ვიტყვი ნოდარიკო ხუციშვილს. ნოდარიკო ხუციშვილი. სხვათა შორის არის დიდი შანსი. ვიტყვი აი ასე. ყოჩა ხოთარ. ერთი მომღერალი და სამი მოცეკვავე. აი ეგრე. ყოჩა, ჩემი მოცეკვავე მომღერალი რა ვიცი, სიმინდი. გემრიელი. საინტერესოა მასთან დუეტში თუ ვიგრძნობ თავს ისე როგორც თევზი წყალში, მაშაზე, ქურუმი და თევზი სცენაზე. ყველა უფლება უნარიანი პირი იმთავითვე აღჭურვილია სწავლის უფლებით. ეს იმდენად ფუნდამენტური და თვითმყოფადი უფლებაა, რომ ცალკე ნორმატიული აქტებით გაწერას არც კი საჭიროებს. სწავლის უფლებას არც რაიმე ასაკობრივი ზღვარი გააჩნია, შესაბამისად ფიზიკური პირის უნარს ისწავლოს, აითვისოს ახალი უნარი, ან შეიძინოს განსაკუთრებული შესაძლებლობა, კოდექსის გარანტიები სულაც არ სჭირდება. სწავლა უყვარს. აქედან გამომდინარე ვასწნი, რომ სწავლა სიბერემდეა. ეს უფლება თავის დროზევე გათავისებული მქონდა და კონკრეტულ ჩასაბერ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლაშიც გამომადგა. რაღაც ინსტრუმენტზე უკრავს. გარდა ამისა, ჩემს მაგნიტოფონში განთავსებულმა კასეტამ საკუთარი გავლენა არა მხოლოდ ჩემს ვოკალურ, არამედ პლასტიკურ უნარებსაც იქონია. რაც შეეხება ჩემს თვალსაძიერს მულტიპლიკატორული მიმართულებით, აქ უკონკურენტო ცხოველთა მეფის შესახებ აუდიოვიზუალური ნაწარმოები გახლავთ, რომელიც პოზიტიური დაწერილი სიმართლით კი არა, არამედ ბუნებისა და დაუწერელი კანონებით არის გამსჭვალულ გაჯერებული. ზემოთქმული მონათხრობიდან გამომდინარე, ახლა მე სრულებით მზად ვარ შევუდგე ჩემზე დაკისრებულ სასცენო მოვალეობის შესრულებას. მოვიდა ქურუმი! ქურუმჩიკი მოვიდა. დღეს ისევ დაიმავა. კაპიშონ. შეიძლება მოიხსნას და მაინც მაღალია. არა მაღალია. მოვიდა ჩვენი თემბრო. თესმა ხვა პირით წყლით ამაქსავს. ორე იმდენ რამეს ვიტყოდიო. ისე როგორ ვერ ვიცანით მაშინ მაგა
tonight long and long. Yeah, I know we've had hands forever. So tonight I'm gonna show you all. When I'm walking with you. Ой, როგორ ცოტავს გურუმი ნახე. Then the things I want to do. My baby don't play. Blame it on my confidence. Oh, blame it on my measurements. Shake down sight. That's right. We are tripping up on this. It don't make no sense. I ain't tripping up on this. You know it, yeah. Tripping up on this. It don't make no sense. I ain't tripping up on this. You know it, yeah. Fellas, grab your ladies if your lady fine. Tell her she the one for life. Ladies, grab your fellas. კარგი ნომერია ძალიან. Yeah, we got it going on. Girl, it feels so good to be us. Yeah, we got it going on. Yeah, we got it going on. მაგაცას მოძრაობები აბსოლუტურად Yeah, we got it going on. We are tripping up in this. It don't make no sense. I ain't tripping up in this. You know it, yeah. Tripping up in this with my It don't make no baby. sense. I ain't tripping up in this. Yeah, you know we got it going on. აუ, რა სუპერავს რამე. ნახე რა, ძალიან კარგია. Yeah, we got it going on. Yeah, it feels so good to be us. Yeah, we got it going on. ბრავო! ეხლა მაგასგან ინტერვიუს ვინა იღებს? თვითონ. მოიხსენი! მაკა, ბრავო! დაგცხა მაკა! პერსონალურად შენ არ გვენატრები ხოლმე, მაგრამ როგორც თევზი მოგვენატრე და რა კარგი იყავი. მოგვენატრა მაკა მოგვენატრა როგორც თევზის პროდუქტი. გავაგანიერი როგორც შენ. გამახსენდა როგორია გუდუა. ახალგაზრდობა გაიხსენე? ძალიან რთულია ამ კოსტიუმში ყოფნა ნებისმიერში, არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან რთულია მართვა და მართლა ქეთს ვიხრი ყველა გმირის წინაშე. უბრალოდ რომ აი ამ ყველაფერს აკეთებენ აი ესე ფანტასტიკურ მაკა, ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. შენმა პარტნიორმა რა იცეკვათ? რატიც ეკვავს ასე? აუ კი. კი, მაგრამ რატი არ არის ამ სიმაღლე? მაკა, შენ გარკვევით არჯგაბალი არ არის პრინციპში. მაკა, აფიქსირებდი როგორც ეკვავ და რას ვაფიქსირებდი? მარტო თვალებში უყურებდი. ფანტასტიურად იცეკვა. ანუ მართლა. არა, რაღაც ვერსია გექნება დაწუნებული, მაგრამ არ მქონდა მანამდე ჩვენ ცალ-ცალკე ვწერთ რომ არ მოვისმინოთ და გასაგებია. რაღაცა ნამხერიც რაღაცა არ ნაირი გეცნო, იყო. არ გეცნო, იმიტომ რომ არ გვაქვს მისი ნამღერი ამ მიმართულებით მოსმენილი. ან ძალიან მაგრად ფუთავს. ერთი ახლა მე არ შევიჭრები მანიკას დასახელებულ ვერსიაში, რომელიც წინაზე თქვა. ირაკლი მაკაცარია. მაკაცარია, მეც დავინახე ირაკლის მოძრაობები, გამომდინარე მის პლასტიკას უკვე კარგად ვიცნობთ ყველა. მაგრამ ამას ალბათ ისევ ამ ვერსიას ისევ შეინარჩუნებს მანიკა. მე დავასახელებ აქ კიდევ ფიზიკაც გასათვალისწინებელია, ვინც კიდევ ვიცით რომ ძალიან კარგად ცეკვავს, მაგრამ ასევე უნდა კარგად მღეროდეს, ანდრე. კი, ასევე ძალიან კარგად მღერის, უბრალოდ შეიძლება მან აქ არ იმღეროს მისი ორიგინალი ხმით და ტემბრით და არ გამოუშვას. გიორგი გილიგაშვილი, ჩემმა მზემ. ნახე, გიორგი გილიგაშვილი მე მგონი პირველად დასახელდა. ეგეც პირველად დასახელდა.
გვასწრებ ყველაფერს განაგებინე რა გასაგებია პირველად დასახელდა ამ სეზონზე გილიგა თან ნახეთ ერთი წამით მოდი ახლა კიდე განვავრცობთ ცოტა გაგართობთ ნახეთ ცოდოა ის მოკვდა ცეკვი არა ერთი წუთი არ არის ცოდო თუ ის გილიგა ის ყველაფერს გაუძლებს ნახეთ თან გამომდინარე იქიდან რამდენადაც მართლა კარგად ვიცნობ მის ხასიათს როდესაც დაუძახებდნენ მას პროექტში ხა მე უცებ ფანტაზიებში წავედი ნახეთ რა პერსონაჟს დათანხმდებოდა გილიგა უხდება ქურუმი რა თქმა უნდა ქურუმს ან ასეთ იმიჯს ხო მეტანხმება დარბაზი თუმცა იმის გათვალისწინებით მე როგორც მონაწილე უკვე ვიყავი პროექტის ნაწილი ასე არ უთანხმდებიან პირდაპირ მოდიხარ გასაგებია მაგრამ შენთანაც ძალიან საეჭვოდ იყო ჟღალთმიანი ფასკუნჯი გამოვიდა ნამდვილი არა ნახე შესატყვისი უნდა იყოს შესატყვისი უნდა სადაო საკითხია არა ცოდოა რა არ არის ცოდო ვიდაო ლიზა გააჩერე გეხვეწები მართლა ცოდოა ნახე იმდენად კარგად შეასრულა ბრუნო მარსი სხვა ენერგეტიკით სულ სხვანაირად მანამდე ცოტა ისეთი იყო მოკრძალებული ისეთი ხასიათის და დღეს აიწყვიტა სცენაზე ისე იცეკვა რომ არ მგონია ბევრ მამაკაცს შეეძლოს ასე ცეკვა ამიტომ ამ მიმართულებითაც ცოტა გამოცდილება აქვს დღეს არ ვაპირებდი ამ ვერსიის თქმას რადგან ერთხელ უკვე დავასახელე და მეორე უკვე ვანახე ანდრის რომ გილიგა იყო ჩემი ვერსიაც რადგან უკვე დასახელდა მე ვტოვებ ირაკლი მაკაცარიას ირაკლი მაკაცარია რაბაჯერ თქვი შენ მე ესეთი ამბავი მაქვს გრინჩი ვიქნები ცოტა გამიტეხა დღეს ქურუმმა რასთან დაკავშირებით იმიტომ რომ სექტემბერს მერე და ფაიას მერე და მობის მერე ჩემი ბრუნჩიტო დაიწუნე შენი ბრუნჩიკო არ არის ჩემი მე მგონია რომ ეს ადამიანი არის მსახიობი, უნიჭიერესი, რომელიც მაგრად ცეკვავს, მაგრამ ვღერის. მე მგონია, რომ ეს არის ზურა ყიფშიძე. ზურა ყიფშიძე! კი ბატონო. აი ხეულის მონაცემები. და ზურასთან ხონდა დუეტი. გაგიხარდა ხო? ლიზა, შენი ვერსია დამჩა და გავუშვებ. ხო, უკაცრავად, იცით რა, არ ვიქნები ორიგინალური. მე მგონია რომ შეიძლება დაგიყენეს მართლა რატი ისე რომ აი რაღაც განსაკუთრებულად ყოფილიყო. აი ამდენ მონაწილეში რატო შენ და რატო ქურუმთან ერთად. მოდი იყოს რატი დურგლიშვილი. შენ გინდა რომ რატი იყოს. გაუშვათ, მადლობა, ქურუმი, ბრავო, ქურუმი! მითოლოგიაში ისინი არსად გადაკვეთილან, მაგრამ ვინ არის სცენაზე აუცილებლად ერთად გამოვლენ. მაშასე, მინოტავრი და მედუზა სცენაზე. სანამ რქები გამეზრდებოდა და საკმარისად საშიშ ვიზუალს მომცემდა, გრძელი, გაჩეჩილი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ნეტა მართლა? ხარის თავზე კარგად ვივარცხნილი. სად იყო მაშინ თმის ფიქსატორები ანტიკურ საბერძნეთში, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებდით. გადააგდებდი ბადეს ეგეოსში, ამოყვებოდა რამდენიმე წყალმცენარე და იმით შეგეძლო იოლად გასულიყავი. თითქოს მაშინ ჩემი პროფესიისთვის შეუფერებელი ვაცნილობა იყო, მაგრამ მერე ბევრმა მომბაძა. პირველი ვის ქონდა გრძელი თმები? ამბობენ, ვისაც ხუჭუჭა თმა აქვს, ტექნიკური საგნები გამოსდისო. ნაწილობრივ მართალიც არის. მაგრამ ისე სულ სხვა ტექნიკის მიმართულებით წავედი. მე რასაც ვაკეთებ, გონიათ იმას ტექნიკა არ უნდა? რა თქმა უნდა, უნდა. ტექნიკა რომ არა, ოლიმპიურ თამაშებზე როგორ გამოვიდოდი? ნამდვილი ოლიმპიადა ის იყო, ძველ საბერძნეთში რომ ვატარებდით. ნოსტალგიის გამო არ ვამბობ, მართლა წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა.
შეიძლება ჩემი გამოსვლა ზოგჯერ სულ 3 წუთს გრძელდებოდა, მაგრამ ამისთვის თვეობით მომზადება მჭირდებოდა. თან ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როცა ოლიმპიადაზე გამოვდიოდით, კამერები საერთოდ არ იყო. რომ ყოფილიყო, ალბათ მოვერიდებოდი, რადგან კამერებს დიდად არ ვსწავლობდი. ახლა ცოტა მივეჩვიე. ხო, სცენაზე გამოვალ და როგორც გჩვევიათ, ისე გადამიღეთ. აბა დახურვის ნომერის დრო. მინოტავრი. მე მიყვარს მინოტავრი. მინოტავრი კარგია, კაია, კი. პირველი ეპიზოდში რაღაცნაირად გამოწყო. კარგია, კოსტუმიც კარგია. ნახე. ოჰო. აი მედუზა. მოვიდა ჩვენი გოგო. მედუზა იყო სრულიად ფანტასტიკური. კი, სასწაული. მაგარი დუეტი გველოდება. რა სიმღერია. ნახე შენ. Quando sono solo sogno l'orizzonte ma che le parole. Vai la passata So che non c'è luce una stanza quando vanno sole. Sì, non ci sei tu con me. Con me sulle finestre mostro il tutto il micchiore che hai acceso. Chiudi dentro me la luce che hai incontrato per strada. Time to say goodbye. Suonami per mare, piena la sono. Quando sei lontana sogno l'orizzonte manca le parole. Io solo so che sei con me. Tu mia luna, tu sei qui con me. Mio sole, tu sei qui con me. Ararsevo. Time to say goodbye. Poesie che non ho mai veduto e vissute con te. Adesso si li vivo con te. Partirò. Su navi per mari che io lo so. No, eri solo più. Con te vivrò con te. Partirò.
ეხლა შოკი მაქვს. მართლა შენ დანახვაზე მე სიტყვებით ვერ გამოვხატე, პირდაპირ კივილი დავიწყე. და ნუ არ ვიცი, საოცარი იყო. ეხლა საკივლელი შესრულება იყო ნამდვილად. თიკა ჟანრის ცვლილებაზე უკვე ჩამოყალიბდი თუ ჯერ კიდევ ფიქრობ? ფიქრობ, მაგრამ მე მგონი მივალ მაქამდე. ძალიან მაგარი თუ იქნება. ჩემი ხელით მიგიყვანო კონსერვატორიის კართან და რაც დაგპირდი ის გავედ გარტყმებინო. არის мотивация ეს პროექტი შენთვის? კი, ამ თიკა. პროექტმა არ ვიცი. ნამდვილად მოწონს იცი ჩემი აზრი, ეს დამოკიდებულება როგორ მიყვარხარ პირველ რიგში, როგორ დიდ პატივს გცემ და ის აღმოჩენა რაც მოხდა ამ პროექტის ფარგლებში, რომ აღმოჩნდა რომ თიკა ჯამბურიას აქვს სრულიად გასაგიჟებელი საოპერო სტრუქტურის ვოკალი ნამდვილად რომელიც ეს არის როგორც სიტყვიან თვითნაბადი იმიტომ რომ მას არ გაუვლია ხო ეს სკოლა ახლა რაც შეეხება დღევანდელ გასაგიჟებელ ნომერს ლიზას ვეუბნებოდი რომ ამ კომპოზიციაში მამაკაცია თითქოს უფრო მთავარ პოზიციაზე, ასე ვთქვათ, საბაზისო ფუნდამენტს ქმნის და ქალი ასე ვთქვათ დიდ ოკეანეში ლამაზ ტალღებს აკეთებს. აქ რომელი ტალღა იყო და რომელი მთლიანი ოკეანე ვერ გავიგე. ეს იყო ცუნამი. აბსოლუტური ცუნა მართლა მოაწყვეს, იმიტომ რომ ხო, ძირითადად თუ მოვისმენთ სარა ბრაიტმანის ვერსიას, ხო იქ რაღაცა მიუმღერებს, კი არაჩვეულებრივად ასრულებს, მაგრამ ისეთია, ნახე რაღაცა იქ ბოჩელის უფრო მიაქვს, ხო მთელი. არ ეწყინება ბოჩელის, იმიტომ რომ არ გაიგებს ეჭვი, მაგრამ თან მაგრად არ აღელვებს ჩემი აზრი მის შესახებ დარწმუნებულება. სხვა ვერსია ვიგულისხმებ ბრაიტმანის და ბოჩელის ამ არც კი ვახსენებ ჩვენს მინოტავთან მიმართებაში ბოჩელის. აპლოდისმენტები, ფანტასტიკური შესრულება. თიკა გააქვს ვერსია მინოტავთან დაკავშირებით? არ ვიცით. არა, მაგრამ ძალიან მაგარი არის და მთელი გულით გულშემატკივრობ და ფინალში გელოდებით. და როგორი ბოჩოლას თვალებით იყურება. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი იქნება მთელი ვინარის ისტორიაში, იმიტომ რომ რომ დამეწყო ჟრიალი თავის ქალაშიც მაჟრიალებდა. მართლა საოცარი და ძალიან ეფექტური ნომერი იყო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან რო იყავთ. გინო ტავრო. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მე ასეთი მეგულება, რომელიც დღეს სამწუხაროდ სცენაზე აღარ დგას, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძალიან დიდი ტკივილი და ამ პროექტის საშუალებით მე მას კიდევ ერთხელ შევეხმიანები და ვეტყვი რომ მინდა იცოდეს რომ საქართველო ძალიან დიდ მსახიობს კარგავს მისი სახით და ეს წლები ასე ვთქვათ მიდის მის გარეშე თეატრალურ სცენაზე მე ასეთი შესრულებული ქართული ცეკვა შალახოსი არ მინახავს არასდროს და მე მინდა რომ მქონდეს ჩვენს ტელემაყურებელს ამის საშუალება ოდესმე და დარწმუნებული ვარ რომ სიმღერასაც ასე შეძლებს და მე მინდა რომ მინოტავრი იყოს უდიდესი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი. ზაზა პაპუაშვილი. გეთახმები ყველაფერში. გაუხარდა მინოტავს ეს ვერსია. ვის გაქვს ვერსია? არა, ვის გაქვს ანრი? დარბაზში გაქვს ოთარ, ვერსია. შენ გეკითხები, შენ? აბა მითხარით. ლევან ჯავახიშვილი. მე ვთქვი ეგ წინა ეპიზოდზე ბავშვებო. მადლობა. მადლობა. რა ვთქვა ანრი? დაგჭირდა? კარგი ვიტყვი. გაგახსენდა ანრი? იცით რა ხან საოპერო სტილში იყო ჩვენი მინოტავრი გგონიათ? იცი რა არის? საოპერო მომღერალი არ არის, არის პოპ მომღერალი შეიძლება. ან მსახიობი რომელსაც ბიჭი. მაგის თქმას ვაპირებდი ახლა და ვის თქმას? დაგეხმარე ხო ხედა. ოთარ ჯორჯიკიას თქმას ვაპირებდი. შეიძლება, რატო არა? როგორ არ შეიძლება, მაგრამ შესაძლებელი ყველაფერი ამ შემთხვევაში მოდი პროფესიონალურად დაგეხმარები. ოთარი არაჩვეულებრივი ტენორია, ჩვენი მინოტავრი აშკარად ბარიტონის რეგისტრში. არ იქნებოდა ოთარისთვის არც ეგ პრობლემა.
ხო შეიძლება მანიკასი არ იყოს. შემიფუთე ახლა შენს მე. ოთარ ჯორჯიკია. იყოს ჯორჯიკია, ოთარ ჯორჯიკია. ოთარ ჯორჯიკია. კი, ძალიან მაგარი იყო. ფენომენალური მომღერალი ჩვენ. მადლობა მანიკა მითხარი შენ. არა ჯერ ანრიმ რა. მინიშნებებს თუ ჩავებღაუჭები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ თქვა რომ გრძელი ხვეული რაღაცა თმა მქონდაო, აი ვერ ვიხსენებ. რა თქმა უნდა აქ ლიზას ვეთანხმები რომ ეს არ არის კმაწვილ კაცი, საკმაოდ სოლიდური ასაკის შეიძლება იყოს მინოტავრი და ტემბრალურადაც იგრძნობა რომ ისეთი დაღვინებული ასაკი აქვს მას. მე ვერსია არ მაქვს იმდენად ფანტასტიკურად შეასრულე მინოტავრო რომ სიტყვის კონა დამეკარგა. აბა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე მე ვერსიის გარეშე ვარ დარჩენილი. კარგი, მაშინ მე დარწმუნებული ვარ თითქოს რომ არის მომღერალი, ისე შეასრულა, ისეთ ხარისხში, მაგრამ ვუშვებ რომ შეიძლება არც იყოს და იქნებ აქვს ასეთი ნიჭი სხვა ადამიანს და არ ვიცით, ხო და სხვა პროფესიაშია წარმატებული. მოდი ისე ვიტყვი ვერსიას. ლაშა ბეკაური. ჩვენი ორი არა, იცი რა, ლაშა მღერის ფოტოშოს მე მგონი. მღერის მსმენია ეს და თან რაღაცა 3 წუთი დგას თავის სცენაზე, თუ შეიძლება სცენა ჩემპიონი ჩემპიონი კი ბატონო და იქნებ ლაშა ასე ლაშა ბეკაური. აუ ანრი არის კითხვის ნიშნით ძალიან კარგი იყო. არ მაქვს ვერსია. ის რომ ასეთ ვოკალურ ნამღერზე მე ვერსია არ მაქვს ეს ჩვენი მინოტავრის გამარჯვებაა გილოცავთ. დაცა მინოტავრმა. მადლობა, გაუშვათ ახლა ცოტაა. მადლობა. მადლობა. ეს იყო დღევანდელი ეპიზოდის ბოლო დუეტი და სანამ ჩვენს აუდიტორიას ვთხოვ მოიმარჯოს ელექტრონული მოწყობილობები და ფარული კენჭისყრით გამოარჩიოს საკუთარი ფავორიტები, მანამდე რეკლამა იმედის ეთერში. ბრუნდებით სცენაზე და სანამ ეპიზოდის კულმინაციას მივუახლოვდებით, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი მეგა შოუს პარტნიორ კომპანიებს. მაშ ასე წამყვანი დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფი, რომელიც მუდამ დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურის შენობებით გვანებიურებს, გამარჯვებულს გადაცემს ბინას ბათუმში, ზღვის პირველ სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა. მისი უნიკალური შემადგენლობის გამო აჰავას თითოეული პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენი კანისთვის და ბრენდს ენიჭება სამკურნალო კოსმეტიკის კვალიფიკაცია. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ ამოუცნობ იდენტობის ვინაობას გავიგებთ, ამიტომ ვისარგებლოთ მომენტით და დავტკბეთ კოკა-კოლასთან ერთად. ავიმაღლოთ განწყობა, რა თქმა უნდა. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგეთ, რომ გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი გახადა შედითხე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში, ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი აუდიტორიას გთხოვთ მოიმარჯვეთ ელექტრონული მოწყობილობები და გამოარჩიეთ თქვენი ფავორიტი გმირები, რომელსაც ვიხილავთ შემდეგ ეპიზოდში. მაშ ასე ხმის მიცემა დაიწყო. სანამ ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი არაჩვეულებრივი დუეტების ტურს. Your perfume fill my head with stars get red and all the nights so blue. And then I go and spoil it all by saying something stupid like I love you.
still. We're silent twice. Say health is very იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. შედეგები უკვე დაფიქსირდა. ახლა დავასახელებ გულშემატკივრის ფავორიტებს. მაშასე, დამსწრე აუდიტორიის პირველი ფავორიტია გილოცავთ მინოტავრო. მინოტავრთან ერთად შემდეგ ტურში გადადის სასწრაფოდ გაუშვით კულისებში პროცეული. მოვიდა, მომიახლოვდა უკვე. როგორ მაინტერესებს ვინ არის ხალხო? შოქშია. დაცვა დააწყნარეთ. გულშემატკივრის მესამე ფავორიტია ულამაზესი ფარშევანგი. გილოცავთ ფარშევანგო. გაფრინდით ლამაზად. მომდევნო ორშაბათს ასევე ვიხილავთ. დედოფალი ლაზიერი. ჩვენი ფარაონი კმაყოფილია. დაიძაბა სიტუაცია, რადგან დარჩენილი სამი მონაწილედან მხოლოდ ერთი არის გულშემატკივრის ფავორიტი და ის არის არიკა, რა ხდება? ია! ჩემი პარტნიორი ქურუმი! ილოცავ ქურუმო! სცენაზეა ჩემო ძვირფასებო დელფინი და სიმინდი. მომიახლოვდით.
დეტექტივებო ჯერი თქვენზეა. აბა როგორია თქვენი გადაწყვეტილება დღეს? რომელი იხსნის ნიღაბს? მე დავიწყებ თუ დაიწყე თუ შეიძლება. ნუ ორივეზე ძალიან დამწყდება გული, ისევე როგორც ჩემს კოლეგებს და მეგობრებს დარწმუნებული ვარ, სასწაული ნომრების შემოგთავაზეს ამ სეზონში. აბსოლუტურად ყველა მათი გამოსვლა იყო რაღაცნაირი ვარსკვლავური, გემოვნებიანი ნომრებით, კარგი ნამღერი. ნუ მაგრამ უნდა აირჩიო ეხა, ხო, სხვა გზა არ არის. მოდი ჩემი ხმა რომ მოიხსნას დღეს ნიღაბი დელფინს, ანუ დელფინმა მოიხსნას. ანუ შენი ფავორიტი სიმინდი რჩება? ხო. შენი გადაწყვეტილებით. დიახ. კი ბატონო. მაინც იმედი აქვს რომ სიმინდი იმღერებს რამე ისეც რაც ოთარს უყვარს, დელფინს ამის ნაკლები შანსი აქვს თავისი რაღაცნაირი ნაზი რეპერტუარიდან გამომდინარე. სამწუხაროდ მეც ოთარს უნდა დავუმეგობრდე აქა და ვთქვა რომ უფრო მაინტერესებს სიმინდის შემდეგი გამოსვლები და ამჯერად უნდა შეველიო დელფინს. კი ბატონო, 2-0 თუ როგორ არის? ეგრეა. როგორ ცუდი სათქმელია, მანიკა. ხო, დღეს მართლა გამორჩეული ეპიზოდი გქონდა, ყოველთვის ასია ხოლმე როგორც წესი. ნამდვილად ვისი ამოვნეთ, გავბედნიერდით, აი თუ ამ მომენტს არ ჩავთვლით, იმიტომ რომ ეს ყოველთვის რთულია ხოლმე ჩვენთვის. გინდა გავაადვილებ და მე ვიტყვი ჯერ. პირდაპირ გაადვილებ? გაგიადვილებ ძალიან. მიდი მაშინ. ესე იგი, ორივეს არაჩვეულებრივ გამოსვლას დღევანდელ ეპიზოდში გილოცავთ, ერთმანეთზე უკეთესები იყავით. მართლა ასია. მე გავაადვილებ ალბათ უпростоრად ჩემთვის, იმიტომ რომ გუში მზიკოსთან იმდენი სიმინდი ვჭამე, მე მინდა სიმინდმა მოიხსნას ნიღაბი. ახერა გიქნა. რა ინტრიგანია მართლა ეს ვინ არის? საცაგელი. აბა მალიკა. და მე რა მიამიტივარ რომ ვენდე. ანრი მოვა შენი დროც, როცა პირიქით იქნება საქმე. აბა მანიკა გისმენთ? მაშინ ასე გავაკეთებ, რადგან ორმა ჩემმა კოლეგამ ამ შოუში. მათა უმრავლესობით. ხო, გადაწყვიტა რომ წავიდეს დელფინი, შევუერთდები მათ და დიდი მადლობა იმ ნომრებისთვის, რაც აქამდე შემოგთავაზეთ. დელფინი და სიმინდს მივულოცოთ შემდეგ ტურში გადასვლას. ილოცა გებრიელო სიმინდო. დელფინო, ჩემო სილამაზე. აბა, ჩემო ძვირფასო დამსწრე აუდიტორია. რას მეუნების დელფინს? მოიხსენი! აბა ვინ არის დელფინი? მანიკა უნდა ჩახდე. არა, მე რა. კი, შენი მეგობარია შეგიძლია. მოიხსენი! ოთარ მომდი ჩემთან! აიმე, ოცირფინით! გეუბნები ის არის. გამუნა, ნიკოლას. მოიხსენი! როგორც მუყავს! მოვემსადოთ! ახტება! ვაიმე, მაჩა! ვერ ხედავ. რუსუდან მალკვა! კინო? რუსუდან Bravo! ვერსიაც კი არ გქონია. და მე წინა სეზონზე მქონდა. ქალბატონო რუსუდან. დიდი მადლობა ყველას. ესეთი მხიარული თავგადასავალი ჩემ სიცოცხლეში არ მქონია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საოცარი კოსტუმები შექმნა, ვისთან ერთადაც მუსიკა ჩაავწერეთ ჩვენს აჩიკოს, ნინუცას, არ მინდა ვინმე გამორჩეს. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო ჟიური, მადლობთ. ბრავო, რუსუდან. ბრავო. გაგვაფიჩურეთ, როგორც ჩვენია უნიჭიერეს მსახიობს. მე პირადად ჩემო უსაყვარლესო არტისტო.
აბსოლუტურად ფენომენალური არტისტია დღეს ჩვენს წინაშე. ძალიან დიდი პატივია, რომ ამ შოუში ხართ. ვერ გამოვიცა. ესე იგი წინა სეზონზე რამდენჯერმე დავასახელეთ, ყველგან გეძებდით როიქა. აი არ ვიცი, ისე კარგად შეიფუთეთ ამ დელფინის კოსტუმში, რომ ამომივარდა თავიდან. მაპატიეთ და მიყვარხართ. რაც ამ შოუს აქვს ის მოულოდნელობის ეფექტი ნამდვილად იყო და უღრმესი მადლობა, რომ აი ამ ავანტიურაზე ანრი, ყველაზე ახლოს მაინც მე და შენ ვიყავით სიმართლესთან, მსახიობი. მსახიობი. აგახსოვს? მე ბალერინა, მე ივანი ორაძე. ჩვენ ნანაშონია ვთქვით, ჩვენ ნანაშონია. მესმოდა, ყველაფერი მესმოდა. უდიდესი მადლობა, მადლობთ, წარმატებას ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დათანხმდით. კარგად. და ასე ფანტასტიკურად გამოგივიდეთ. მაშა ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, დუეტების ტური ამით სრულდება და ის აუცილებლად შევა ვინარის ისტორიაში. ჩვენ კი ერთად გავაგრძელოთ მარათონი და სათითაოდ გავიგოთ თუ ვინ არის. To find some clever lines to say to make the meaning come true. I go and spoil it all by saying something stupid like I love you. I love you. I love you. ზღაპრული სანახაობა იმედზე მე და უთარმაკი უკეთესად ვიცეკვეთ, მაგრამ ორშაბათს ჩვენი მეგა შოუს პერსონაჟები დისნეის სამყაროს საკულტო სიმღერებს შეგვიძლია 22 საათზე აქტუალებული ვარ მოძრაობებით, ნომრით, სიმღერით. დისნეის ანიმაცია ჩვენს ჯადოსნურ შოუში. წელს ის სეზონია, როდესაც იმხელა სიამოვნებას ვიღებ. გაცოცხლებული ანიმაციური გმირები და ნოსტალგიური ჰიტები. სიყვარულებს მიხსნის ხალხო. აი აქ დამიწერეთ კითხვის ნიშანი. გაინტერესებს? მიშველეთ. ვინ მაგარ მომღერალთან გვაქვს? ვინ არის? არ გამოტოვო. და უვიწყარი მეხუთე ეპიზოდი. ანიმაციები ყველაზე კარგად გვაჩვენებს თუ ვინ არის? იმედზე